აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოხდა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის შესრულება. Ამასთან დაკავშირებით თავდაპირველი ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. Მისი თქმით, სომხეთმა მიიღო აზერბაიჯანის წინადადება 2 პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც აქამდე ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა. ჯეიხუნ ბაირამოვი ჟურნალისტებთან ამბობს, შემდეგ ეტაპზე ბაქოს მოლოდინი ასეთია, სომხეთმა უნდა შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში, რომელშიც ჯერ კიდევ აღწერილია ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან. განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გამოაქვეყნა ვებგვერდზე ამის შესახებ განცხადება. სომხეთში აღნიშნავენ, რომ ისინი მზად არიან ხელი მოაწერონ და ელოდებიან, რომ შეთანხმდეს კონკრეტულად ადგილი და დრო, სად იქნება ხელმოწერა ოფიციალური დოკუმენტის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური არხებით აცნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო უწყებას, რომ სომხეთი იღებს აზერბაიჯანის წინადადებას 2 შეუთანხმებელ პუნქტზე და სთავაზობს გამოქვეყნდეს საერთო განცხადება მოლაპარაკებების პროექტზე. სამშვიდობო შეთანხმება მზადაა ხელმოწერისთვის, აღნიშნავს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. აღსანიშნავია ის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 13 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და ილაპარაკა კონკრეტულად ამ 2 პუნქტთან დაკავშირებით, რომელზეც შეთანხმება ვერ ხერხდებოდა წლების განმავლობაში. ერთ-ერთი, როგორც ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, არის მესამე ქვეყნიდან სამხედროების განლაგება საზღვრების გასწვრივ, ანუ ამ შეთანხმების მიხედვით იქნება შეუძლებელი აკრძალული, რომ მესამე ქვეყნიდან სამხედროები განლაგდნენ საზღვრების გასწვრივ და ასევე საერთაშორისო ინსტანციებში ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების უკან წაღება. ესეც ასევე შედიოდა შეთანხმებაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, ამასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებას, საფრანგეთის პრეზიდენტი პლატფორმა X-ზე მიესალმება ამ შეთანხმებას. ემანუელ მაკრონი წერს, მივესალმები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას ახლა აღარ აქვს დაბრკოლებები, რამაც გზა უნდა გაუხსნას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას.